ასეთი ადამიანი ამ ძალიან საეჭვო დროს, როცა ძალიან ბევრს ლაპარაკობენ, რომ აფხაზეთის რკინიგზა უნდა გაიხსნას და ესე პრობლემები შეექმნას ამის პარალელურად ჩვენ ახალ ევროპულ რკინიგზას, რომელიც გადის სწორედ ახალქალაქში. ესეთი ადამიანი არა მხოლოდ გამოდის, არამედ ბედავს გამოსვლა მესამე დღეს, მეოთხე დღეს. იძლევის ინტერვიუები, სადაც ლაპარაკობს, სადაც პირდაპირ აცხადებს საქართველოს დაშლის წინაპირობებს, საქართველოს სახელმწიფოების შესუსტების წინაპირობებს ახალქალაქის რეგიონში, ახალქალაქი ნინოწმინდის ჯავახეთის სამცხე ჯავახეთის რეგიონში და რა თქმა უნდა პირდაპირ კონფლიქტ შემოდის საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებთან. და ის რომ საქართველოს ცენტრალური უწყებები და მათ შორის საქართველოს პროკურატურა ამას დიდი აზარტით უწყობს ხელს, მე ჩამახედა მაგათ თავში, რა უნდა უხაროდეთ აქ? ეს ხო საუბარი ეხება არა პრეზიდენტ სააკაშვილს, საუბარი ეხება იმას, რომ ქართულ სახელმწიფოს ასეთი ტიპის ადამიანებმა 90-იან წლების დასაწყისში შეუქმნეს სამტრო საერთო საფრთხე და დღემდე აქედან ვერ გამოსულა. ის მემკვიდრეობა აფხაზეთის კონფლიქტი, ის მემკვიდრეობა ის რაც მოხდა ცხინვალში. დღეს როცა კიდევ ერთი დიდი საფრთხე ექნება საქართველოს სახელმწიფოებრიობას, ასე ხაიხარ არის ასეთი ადამიანების, ასეთი თავისუფალი მანევრის მიცემა, რომ მე არ აუშავს ეხა გაიაროს, გამოიაროს, პრეზიდენტს დაემუქროს, საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას დაემუქროს და მე როცა იქნება მოულით, ეს არ გამოვა. ახლავე უნდა არ უნდა გამოეშვათ, დაუშვათ ძალიან მძიმე შეცდომა, ახლა ეს ყველა შეცდომა უნდა ავაღიაროთ, ჯავახეთში უნდა მივიღოთ ზოები, რომ ამან ვერ არიოს სიტუაცია, უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად.